მშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ჩვენ რასაკვირველია ადამიანზე ვსაუბრობთ და ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა წახნაგზე. დღევანდელი ჩვენი გადაცემა რამდენიმე კომპონენტს აერთიანებს და მე დავიწყებ პირველით, რომელიც ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთ ფაქტორს უკავშირდება და გულისხმობს აქტივობასთან დაკავშირებულ ზოგიერთ საკითხს. კერძოდ, როდესაც ჩვენ საუბრობთ ადამიანის ცხოვრების წესზე, ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს არის ჩვენი ინდივიდუალური არჩევანი. მაგრამ მხოლოდ ჩვენზე არის თუ არა ეს არჩევანი დამოკიდებული, სამწუხაროდ არა. ძალიან ხშირად ამ არჩევანს განსაზღვრავს ჩვენი ოჯახი, საზოგადოება, ვითარება, რომელშიც ჩვენ გვიწევს არსებობა და ასე შემდეგ. მრავალი ფაქტორი შეიძლება იყოს იმის განსაზღვრელი, როგორ შეიცვლება ჩვენი პიროვნული, პერსონალური არჩევანი. და მიუხედავად ამისა, ცხოვრების წესი აერთიანებს სხვადასხვა ფაქტორს, რომელშიც კვებასთან, ძილთან, სტრესის მართვასთან, იმუნიტეტის გაკარჟებასთან ერთად რასაკვირველია არის ფიზიკური აქტივობა. იმაზე შევთანხმდით, რომ კვება და ფიზიკური აქტივობა განსაკუთრებულ მთლიანობას ქმნის ჩვენი ყოველდღიური არსებობისა, სადაც დროში და რაოდენობაში ამ თავისებურებების გადანაწილება ბევრად განსაზღვრავს ჩვენს ჯანმრთელობას. არის თუ არა საკმარისი ყოველდღიური რუტინა იმისთვის, რომ შევაფასოთ როგორც ადეკვატური ფიზიკური აქტივობა. ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრს მსჯელობენ მეცნიერები და უამრავი კვლევა არსებობს იმის დამადასტურებელი, რა სჭირდება სინამდვილეში ფიზიოლოგიურად ადამიანს და როგორია რეალურად ადამიანის ყოველდღიური წარმოდგენა. უფრო მეტიც, როგორ შეიძლება ადამიანმა საკუთარი ყოველდღიური რუტინული საქმიანობა შეაფასოს როგორც ფიზიკური აქტივობა და ამით შეიძლება თავიც კი მოიტყუოს. ჩვენ ვეცადეთ დღევანდელ გადაცემაში ჩაგვერთო ჩვენი კავშირი სოციალურ მედიასთან. თქვენ ალბათ შენიშნეთ, რომ მიმდინარე სეზონზე ჩვენ აი ამ კომპონენტს აუცილებლად ვიყენებთ გადაცემაში და ამას აქვს უზარმაზარი დატვირთვა, იმიტომ რომ ტელეაუდიტორიასთან ერთად ჩვენ აუცილებლად ვითვალისწინებთ. ასე იყო ყოველთვის, მაგრამ ახლა განსაკუთრებით ხილვადი ხდება სოციალური მედიის აუდიტორიის, უпростоრად სოციალური სივრცის აუდიტორიის გამოაშკარავება, გამოყენება მათი მოსაზრებების, მათი დამოკიდებულებების და სწორედ მათთვის საგანგებო ფორმატით მომზადებული ერთი პატარა რილსი უნდა გაგახსენოთ. არის თუ არა საოჯახო საქმეები ადეკვატური ფიზიკური დატვირთვა ქალებისთვის? მოდით დღეს ამ კითხვას ვუპასუხოთ. მაგრამ დავიწყებ ძალიან მარტივით. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენ სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის გვჭირდება ენერგია, რომელსაც საკვებით ვიღებთ. ამავე დროს ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის გვჭირდება ფიზიკური აქტივობა, როდესაც ჩვენ ენერგიას ვხარჯავთ. და ჩვენი ორგანიზმის წონასწორობისთვის მნიშვნელოვანია მიღებული და დახარჯული ენერგიის ბალანსი. თანამედროვე მედიცინამ უკვე დიდი ხანია დაამტკიცა, რომ კალორიების მექანიკური თვლა არ არის საუკეთესო ინსტრუმენტი, მაგრამ მიუხედავად ამისა, აუცილებლად გეტყვით. ძვირფასო ქალბატონებო, მოდით ერთი წუთით დავფიქრდეთ, რამდენს ვშრომობთ ოჯახებში. რამ ხელა ჯაფა გვადგას და ძალიან ხშირად როგორ ვიღლებით. როდესაც გვეუბნებიან ფიზიკური აქტივობის შესახებ, ჩვენ ვფიქრობთ ამაზე მეტი რაღა ვიშრომოთ. განა ჩვენი საოჯახო საქმეები ფიზიკური აქტივობის ტოლფასი არ არის, განა ჩვენი საოჯახო საქმეები ფიზიკურ აქტივობას არ აღემატება. ძალიან არ მინდა იმედი გაგიცრუოთ, მაგრამ მაინც უნდა გაგიზიაროთ ის, რაც ფაქტებით არის დადასტურებული. თუ ჩვენ 30 წუთის განმავლობაში მაგალითად ჭურჭელს ვრეცხავთ, მხოლოდ 48 კილოკალორია ენერგიას ვხარჯავთ. თუ 30 წუთის განმავლობაში მაგალითად ვაუთოებთ, ასევე 48-50 კილოკალორია ენერგიას ვხარჯავთ. თუ ჩვენ ზედაპირულად ვალაგებთ სახლს ნახევარი საათის განმავლობაში, 55 კილოკალორიამდე ენერგია გვეხარჯება. და ეს მაშინ, როდესაც მარტივად ფეხით სიარულის დროს 120 კილოკალორიამდე ენერგიას ვწვავთ. მაშინ, როდესაც ცურვისას 200 კილოკალორია ენერგიას და 30 წუთის განმავლობაში ძუნძულით 400 კილოკალორია ენერგიას. ალბატონებს მოეწონათ ეს ვიდეო ინფორმაცია და რაც მთავარია,
უამრავი კითხვა გაუჩნდათ დამაზუსტებლად ინფორმაციისა და რამდენიმე ძირითადი ტენდენცია ჩვენ საგანგებოდ გამოვყავით და ვეცდები რომ მათი ინტერესი დღესვე დავაკმაყოფილოთ იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ამ კითხვებზე მართლაც გვაქვს პასუხი, უბრალოდ თანამედროვე მტკიცებით მედიცინას აქვს პასუხი. და აი ეს ტიპური კითხვები გამოიყურება ისე როგორც ჩვენს ეკრანზე სლაიდზე არის გამოსახული და თუ მაგალითად ქალბატონები რომელთაც ასაკი არის 40 წელი და ზემოთ ყოველდღიურად დატვირთულები არიან ფიზიკური საქმეებით, სხვადასხვა აქტივობებით სახლის პირობებში, საოჯახო საქმეებით არიან ყოველდღიურად უკიდურესად გადატვირთულები. ქმნის თუ არა ეს რისკს მათი ჯანმრთელობისათვის, გულზე, სისხლძარღვებზე, ემოციებზე? ძალიან კარგი კითხვაა, უნდა დაგეთანხმოთ და დავაზუსტო. ჩვენი საოჯახო საქმეები კი არ უქმნის პრობლემას ჩვენს ჯანმრთელობას, ჩვენს გულს, ზოგადად ჩვენს მდგომარეობას. აქ ლაპარაკია ფიზიკური აქტივობის ქონა არ ქონაზე. როდესაც ვამბობთ მჯდომარე ცხოვრების წესი, ნაკლებად აქტიური ცხოვრების წესი, ამ სიტყვების მიღმა ჩვენ გულისხმობთ ადამიანის დაბალ აქტივობას, რომელიც განსაზღვრავს რისკებს. არასაშინაო საქმეები, არამედ ნაკლებად აქტიური ან მჯდომარე ცხოვრების წესი. ეს განსაზღვრავს რისკს და თუ თქვენ ვარაუდობთ, რომ თქვენი ყოველდღიური აქტივობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ შეფასდეს როგორც ადეკვატური ფიზიკური აქტივობა და მაგალითად მთელი დღე გვიწევს ერთსა და იმავე პოზაში დგომა, ერთი და იგივე თქვათ პოზიციაში სხეულის დატვირთვა, ჭურჭელს ვრეცხავთ ამ მდგომარეობაში, ვაუთოვებთ ამ მდგომარეობაში, ვკეცავთ, ვალაგებთ ამ მდგომარეობაში. აი ახლა როგორც მე ვდგავა. რა თქმა უნდა, ეს აქტიურ ფიზიკურ საქმიანობად ვერ ჩაითვლება და ასეთ შემთხვევაში პრობლემა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არის არა ის, რომ სახლში საოჯახო საქმეებს უძღვებით, არამედ ის, რომ ნაკლები ფიზიკური აქტივობა გვაქვს. მეორე კითხვაზე პასუხი იქნება ძალიან კარგი პასუხი თქვენთვისაც, ვინც აი ეს პირველი კითხვა მოგწერეთ, რადგან როდესაც ფიზიკური აქტივობა უნდა შევაფასოთ, რა იქნებოდა კარგი არჩევანი საოჯახო საქმეებთან ერთად, ამაზე დღეს მედიცინას აქვს შეთანხმება. ეს არის 150 წუთი კვირაში. ანუ 5 დღის განმავლობაში 30 წუთი. სრულიად საკმარისად ითვლება ეს მაჩვენებელი იმისთვის, რომ შევაფასოთ როგორც ადეკვატური ფიზიკური აქტივობა. ამ 30 წუთში არ იგულისხმება სიმძიმეების აწევა, რაღაც რთული ფიზიკური აქტივობების შესრულება. ამ შემთხვევაში ცალსახად იგულისხმება ნორმალური ტემპით შესრულებული სხვადასხვა მოძრაობა, როდესაც ყველა ჯგუფის კუნთი მოყავთ მოქმედებაში, როდესაც თქვენ მოძრაობთ, ფეხით გადაადგილდებით აუჩქარებლად სირბილის გარეშე. აღმოჩნდა, რომ აი ასეთი ტემპით შერჩეული დატვირთვაც კი აქტივობად გვეთვლება. როგორ შეიძლება შევაფასოთ მდგომარეობა მაშინ, როდესაც დღის განმავლობაში ისე ვიღლებით ოჯახური საქმეებით, ისეთი გადატვირთული ვართ საოჯახო რუტინით, რომ აღარც ამ სიარულის თავი გვაქვს და არც ელემენტარული მოძრაობების შესრულების თავი გვაქვს. მაშინ როგორ ვიქცევით? გარეთაც არ გვინდა გასვლა და არც გადაადგილება. თუნდაც სადარბაზოში ფეხით ჩავიდეთ და უკან დავბრუნდეთ ბინაში. ასეთ შემთხვევაში ერთი მარტივი ხრიკი შემიძლია გაგიზიაროთ, როდესაც ჩავთავთ სასიამოვნო მელოდიას. ეს შეიძლება იყოს ჩვენს მობილურ ტელეფონში. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერ ელექტრომოწყობილობაში, რომელიც ოჯახში გვაქვს. თუ ასეთი მოწყობილობა გვაღიზიანებს და ესეც გვტვირთავს, შეგვიძლია ჩვენთვის ვიღიღინოთ. მესმის, რომ ყოველთვის არ გვაქვს ამის განწყობა, მაგრამ ელემენტარული რიტმი შეუქმნა ჩვენს თავს და შეიძლება ყველასგან ფარულად თითქოს ვცეკვავთ, თითქოს შემოქმედებით მოძრაობებს ვასრულებთ. ყოველგვარი დასწავლის, ყოველგვარი წესების, ყოველგვარი მკაცრი კანონების გარეშე, ისე როგორც ჩვენს სხეულს ჰარმონიას შეუქმნის და ისე როგორც ჩვენს სხეულს ესიამოვნება. აი ასეთი განტვირთვა და გადატვირთვა აღმოჩნდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის. თუ ჩათვლით, რომ ესეც არ არის თქვენთვის მისაღები, აუცილებლად მომწერეთ და მე კიდევ შემოგთავაზებთ დამატებით ხრიკებს. მანამდე ჩვენ გავაგრძელებთ დღევანდელ გადაცემას.
საზოგადოებრივი აზრი სამწუხაროდ ყოველთვის არის ხოლმე ჭარბწონასა და სიმსუქნეზე გამახვილებული. ასეთ ჩამოყალიბდა ტრადიციულად, ასეთ დამკვიდრდა სტერეოტიპულად და ეს მდგომარეობა ხელისშემშლელია სხვადასხვა საკითხზე მსჯელობისას, მათ შორის მაშინაც, როდესაც ორსულების წონაზე ვსაუბრობთ. დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს წონის მართვასთან დაკავშირებით ფრაზას, როდესაც ვახსენებ, რატომღაც სწორედ აქეთ გაიქცევა ფიქრი, რომ ორსულები და ჭარბი წონა დაუკავშიროს ერთმანეთს. არადა არის თუ არა ეს მართლაც ასე და არის თუ არა საყურადღებო მეორე კიდურა მდგომარეობა, როდესაც ჩვენ ორსულების ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ. ჩვენ გადავწყვიტეთ, ვიდრე უშუალოდ სტუმართან ერთად ვისაუბრებდით, შეგვეფასებინა, რას ფიქრობს ამ თემასთან დაკავშირებით საზოგადოება და სიმართლე გითხრათ, სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ გამოკითხვის შედეგებით. სწორედ გამოკითხვის შედეგებს ხედავთ თქვენ ახლა ეკრანზე და როდესაც ჩვენ სოციალურ სივრცეში ჩავატარეთ ასეთი გამოკითხვა, კითხვაზე პასუხის შესაფასებლად, როგორ ფიქრობთ, რა უფრო მნიშვნელოვანია ორსულისთვის წონის მატება თუ წონის კლება, უმრავლესობამ უპასუხა, რომ წონის კლება არის განსაკუთრებით საყურადღებო და 50%-ზე მეტია ეს მაჩვენებელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. გარკვეულმა ნაწილმა რასაკვირველია ჩათვალა, რომ ორივე საყურადღებოა წონის მატებაც და კლებაც და მხოლოდ 10%-ია გამოკითხულთა ის ნაწილი, რომელმაც უპასუხა კითხვაზე პასუხად არ ვიცი. სინამდვილეში როგორ არის წონის მართვასთან დაკავშირებით? საერთოდ არის თუ არა აქტუალური წონის მართვა ორსულების შემთხვევაში და რომელი კიდურა გადახრა არის ამ ხრივ განსაკუთრებით საყურადღებო, როდესაც ორსულის ჯანმრთელობას და შემდეგ ნაყოფის ჯანმრთელობას და დედაშვილის ჯანმრთელობას პერსპექტივაში ვაფასებთ. მე დაგვირდით, რომ აუცილებლად ვისაუბრებდით წონის წახნაგებზე, როდესაც შევაფასებდით ორსულობის მდგომარეობას და კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, ორსულობა მდგომარეობაა და სწორედ ამ მდგომარეობის წარმატებული მართვა ბევრად განსაზღვრავს ქალის ჯანმრთელობასაც, ნაყოფის ჯანმრთელობასაც, დედაშვილის ჯანმრთელობასაც გრძელვადიან პერსპექტივაში. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ჩვენი გადაცემის ძალიან დიდი ხნის მეგობარი, დიდი გულშემატკივარი, რომელიც გახლავთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მე გინეკოლოგი ბატონი გიორგი თევდორაშვილი. დილამშვიდობისა ბატონ გიორგი. დილამშვიდობისა. ერთ საჭიროებო საკითხს ვეხებით დღეს ჩვენ, თუმცა ამ ერთ საკითხს აქვს ბევრი განსხვავებული წახნაგი. როდესაც სიტყვა წონას ვახსენებთ, სტერეოტიპულად ჩვენი საზოგადოება აუცილებლად ჭარბწონას და სიმსუქნეს ვარაუდობს მხოლოდ. არადა ორსულების შემთხვევაში მეორე უკიდურესობაც ასევე გასათვალისწინებელია, როგორც ვთქვათ, სიჭარბე წონის. და ჩვენ მომზადებულები დაგვხდით. ამისთვის წინასწარ სოციალურ ქსელში გქონდა გამოკითხვა და აი რა აჩვენა გამოკითხვამ, არის ძალიან საინტერესო შედეგი. დიაგრამაზე ჩანს ეს შედეგი, როგორ ფიქრობს საზოგადოება, რა უფრო მნიშვნელოვანია და რა უფრო საყურადღებოა წონის მატება, წონის კლება თუ ორივე ერთად. და აღმოჩნდა, რომ წონის მატება მხოლოდ 16%-მა ჩათვალა, რომ არის ძალიან უფრო საყურადღებო წონის მატება. თუმცა წონის კლების შემთხვევაში 59%-მა განაცხადა, რომ ეს ძალიან საყურადღებოა. ორივე მიზეზად, ორივე საყურადღებო ფაქტორად დაასახელა 15%-მა და მხოლოდ 10%-მა უპასუხა, რომ არ იცის. მოდით დავიწყოთ სწორედ ამ კითხვაზე პასუხი ცოტა განსხვავებულ ჭრილში. ერთია, როდესაც ორსულობის დროს არის უკვე ჭარბი წონა ან წონის დეფიციტი. მაგრამ ჩვენ სათავიდან ვიწყებთ ხოლმე და თქვენი პროფესია ახალი სიცოცხლის სათავეს ნიშნავს. ამიტომ დავიწყოთ ჩვენ ორსულობის დადგომამდე რა მდგომარეობა გქონდა და ორსულობა რა ფონზე განვითარდა. ჭარბი წონის მქონე და სიმსუქნის მქონე ქალბატონი და წონის დეფიციტის მქონე ქალბატონი და აი ამ რეალობაში დამდგარი ორსულობა. არის თუ არა ეს განსხვავებული მდგომარეობა და თქვენთვის როგორც მიან გინეკოლოგისთვის განსხვავებული ამოცანა? დიდი მადლობა ქალბატონი, ყოველსაც საინტერესო დასმული კითხვისთვის, მით უფრო აი ამ ახალი წლის შემდგომ პერიოდში, იმიტომ რომ ამ პერიოდში განსაკუთრებით დატვირთვა აქტიურდება ქალის, არა მარტო ქალის, არამედ მთელი მოსახლეობის ორგანიზმზე და მით უფრო ქალის. რაც შეეხება წონის, აი არაჩვეულებრივი გამოკითხვა გაქვს ჩატარებული, წონის მატება, კლება, ორივე ან არ ვიცი. პროცენტულად
ჩანს დიაგრამა. დიახ, ამაზე ჩვენ მოგვიანებით ვისაუბრებთ. ამოსავალი წერტილი ალბათ უნდა იყოს, რომ ვიცოდეთ რა არის ნორმა, რა არის ფიზიოლოგიური ვარიანტი, რამდენი შეიძლება მოიმატოს ორსულმა, ან რამდენზე ნაკლებად არ უნდა იყოს მატების კოეფიციენტი, იმიტომ რომ არ მოხდეს სხვადასხვა გართულებები. ფიზიოლოგიურად და რაში მდგომარეობს, რაში გამოიხატება ეს მატება ზოგადად. ფიზიოლოგიურად ქალმა უნდა მოიმატოს, დადგენილია 12-14 დაწყებული 10 კილოგრამის შემდეგ 16 კილომდე მაქსიმუმ. 12-14. თუ 8-7 კილოზე ნაკლები აქვს ნამატი, ეს უკვე ნიშნავს, რომ იქ დეფიციტი გვაქვს წონის. მაგრამ თვითონ რისგან შედგება ეს ნამატი, რასაც მატულობს ქალი? ეს არის თვითონ ნაყოფი. რამდენი უნდა იყოს ნორმაში ნაყოფი? ზოგს მიაჩნია, რაც დიდია ნაყოფი, რაც მეც მიირთმევს საკვებს, იქ ტკბილეული იქნება, ნახშირწყლები თუ ხორცი თუ ასე შემდეგ პროდუქტები, მით უკეთესია ეს მისი განვითარებისთვის. აი წარმოიდგინეთ, თვითონმა თქვენგანმა, თვითონმა ორსულმა თქვენ ხართ თქვენი საკუთარი შვილის მომავალი ჯანმრთელობის არქიტექტორი. რატომ? აი როცა სახლს აშენებთ, გაქვთ მიწა, გენებოთ ააშენოთ სახლი. უკავშირდებით არქიტექტორს, რომ დაგიდგათ არაჩვეულებრივი შენობა. აი თქვენ შვილს ზუსტად უნდა შეუქმნათ არაჩვეულებრივი პროექტი ზუსტად ამ 9 თვის განმავლობაში. ეს არის 9 თვე და 10 სამიანო თვე, 9 კალენდარული თვე. ეს არის ის უნიკალური პერიოდი, როდესაც გაქვთ თქვენ საკუთარ ნაყოფს და მომავალ შვილს და მით უფრო თანამედროვე ეპიგენეტიკური კვლევები ადასტურებს, რომ როგორც იქცევა დედა, როგორია მისი კვების რეჟიმი ამ პერიოდში, რა საკვებს იღებს, რა რეჟიმით იღებს, როგორია განაწილებული დროის მიხედვით ფიზიკური აქტივობა, საკვების მიღება, ეს ყველაფერი ასახავს მომავალ ჯანმრთელობას მისი ნაყოფის და მისი შვილის, ასევე განწყობას ინსულინ რეზისტენტობის ან მომავალში უკვე თვითონ ახალშობილი შეიძლება დაემართოს, როცა გაიზრდება უკვე სიმსუქნე, ან ინსულინ რეზისტენტობა, ან დიაბეტი, ან უფარული ფორმები, რომელიც საწყისი იწყება ზუსტად ორსულობის პროცესში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორედ პირველი 12 კვირა, როცა მიმდინარეობს ჩანასახის განვითარება. აი ამ დროსაც საკმაოდ დიდი რაოდენობით საკვები პროდუქტების მიღება არ არის რეკომენდებული. უნდა მივიღოთ ბალანსირებულად, ნორმალურად, იმისაც რომ მივიღოთ ნორმალური შედეგი. ეხლა რისგან შედგება ნორმაში, რომ ვიცოდეთ, რამდენი უნდა მოიმატოს ქალმა რეალურად. ეს არის თავისთავად ნაყოფი, რომელიც უკვე ვთქვი და ეს არის 3 კილოდან 3500 ფარგლებში ნორმის პარამეტრები. 4 კილო უკვე ითვლება როგორც დიდი ნაყოფი. 4 კილოს შემდეგ უკვე 5 კილომდე ცადიან ზოგჯერ სამწუხაროდ, ეს ამას ქვია უკვე გიგანტი ნაყოფი, რომელიც საკმაოდ ბევრ გართულებას იწვევს არა მხოლოდ ნაყოფისთვის, არამედ დედისთვის. რატომ? იმიტომ რომ დიდი ნაყოფი მშობიარობის პროცესში დიდ პრობლემებს განიცდის სამშობიარო გზების გავლის დროს, იმიტომ რომ ეს არის ერთგვარი გამოცდა, როგორცაც თქვენ ასევე ახსენებთ ხოლმე გადაცემებში, ნაყოფისთვის და დედისთვისაც გამოცდა მშობიარობა, თუმცა ამან არ უნდა შეგაშინოთ, ეს არის ფიზიოლოგიური პროცესი. თუ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ფიზიოლოგია მოითხოვს, აი როგორც ამ გადაცემებიდან ისმენთ ხოლმე, მაშინ მერწმუნეთ ყველაფერი იქნება მოწესრიგებული და ეს გამოცდა წარმატებით იქნება ჩაბარებული. საერთოდ უმტკივნეულობთ და ისე იმშობიერებთ, რომ რისკების გარეშე, მაგრამ თუ არ იქნება დაცული ის რეჟიმები, რომელიც უნდა ჩვენ ვიცოდეთ ამოსავალი წერტილი, მაშინ გარკვეულ რისკ ფაქტორები დგება. ნაყოფის გარდა აქვე შედის პლაცენტა, რომელიც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანო, რომელიც მომყოლის შემადგენლობაშია. და მათაც თავისი წონა აქვს. თავისი წონა აქვს, ის დაახლოებით 600-დან 800 გრამამდე იწონის. ზოგიერთი ავტორი 1 კილოგრამამდეც აღწევს პლაცენტის ვარაუდოთ პლაცენტის წონას. სანაყოფო წყლები. რა არის სანაყოფო წყლები? ეს არის უნიკალური ბუფერი, უნიკალური, აი როგორც მანქანა რო დადის ავტომობილი, მას თუ არა აქვს თავისი ეგრეთ წოდებული ამორტიზატორები, ასე ვთქვათ, პლაცენტა იცავს ნაყოფს ყოველგვარი ტრავმისგან, ყოველგვარი მავნეზე ზედმეტი გაღიზიანებისგან. პლაცენტიასთან ერთად სანაყოფო წყლები. სანაყოფო წყლები არის უნიკალური სწორედ აი ასეთი დამცავი საშუალება. წყალი ნივთიერებათა ცვლისთვის აუცილებელი პირობაა, მაგრამ ეს ანიშნავს იმ წყალს, რომელსაც თქვენ სვამთ, ეს არ არის სანაყოფო წყალი, ზოგჯერ ეს ეშლებათ ხოლმე წყალს, რომელსაც თუ ბევრს სვამენ, გონიათ რომ მრავალწყლიანობა აქვს. თუ არ სვამენ, ეს ორსულების წარმოდგენა ასეთი. ეს უკვე მითებსაც მინდა ხანდახან ხაზი გაუსვა, რომ ამასაც მივაქციოთ ყურადღება. ამიტომ წყლებიც დაახლოებით მოიცავს ასევე კილოგრამზე რაოდენობას. შემდეგ არის ასევე შემადგენელი ნაწილი
ჭიპლარი, ჭიპლარის წონა პრაქტიკულად მინიმალურია, რამოდენიმე 100 გრამს მიაღწევს. შემდეგ არის ასევე სისხლის მოცულობა, ორსული ქალის სისხლის მოცულობა თავისთავად მატულობს ორსულობის პერიოდში, ასევე ხდება გემოდილუცია, მატულობს თხიერი ნაწილი სისხლის, გული უფრო დატვირთვით მუშაობს. ასევე ქსოვილებშიც მატულობს თლიანად სისხლის შემადგენლობა და ჯამში ეს ყველაფერი უკვე მიაღწევს აი ამ წონის პარამეტრებს, რომელიც უნდა იყოს დაახლოებით 9 კილოგრამიდან 14-16 კილომდე ნორმის ფარგლებში. 7 კილოზე ნაკლები თუ მოიმატა 7 კილოზე ნაკლები, ეს უკვე ნიშნავს, რომ შეიძლება განვითარდეს წონის დეფიციტი და აქ უკვე სხვა საკითხებია განსახილველი. ეს საყურადღებო მდგომარეობაა, ბატონ გიორგი. საყურადღებოა, დიახ. ან შეიძლება საერთოდ არ მოიმატოს ქალმა ორსულობის დროს, ეს კიდევ უფრო მეტად საყურადღებო მდგომარეობაა. ანუ რა წონითაც დადგა ორსულობა, ამ წონას ინარჩუნებდეს ორსულობის განმავლობაში. შეიძლება ინარჩუნებდეს, თუმცა რა შემთხვევაში ხდება ხოლმე? პირველ ტრიმესში თუ არ მოიმატა, ეს არ არის საგანგაშო, რატომ? იმიტომ პირველ ტრიმესში იქ ნაყოფი საკმაოდ მცირე ზომისა, ანუ პირველი 12 კვირის განმავლობაში. ასევე წყლები ჯერ იქ არ არის ისეთ ჩამოყალიბებული, იქ არის ერთი პატარა სანაყოფე გარსები, შემოფარგლული, ნაყოფი, ემბრიონი ვითარდება, ასე რომ ეს საგანგაშო არ არის სავსებით, უბრალოდ დინამიურად უნდა დაიწყოს წონაში მატება და მთლიანად თუ შევაჯამებთ ორსულობის დროს, სავარაუდოდ ეს წონა უნდა იყოს. ამიტომ უნდა რეგულარულად ხდებოდეს წონის კონტროლი ორსულობის დროს. აი თუ დიდი წონის მიღება დაგხვდა ჩვენ როგორც ფაქტი, ანუ მოიმატა ჭარბი წონა, მაშინ რას ნიშნავს ეს ორსულმა? ასეთ შემთხვევაში მატულობს უამრავი რისკ ფაქტორები, როგორც მოახსენეთ, ერთი მშობიარობის გართულებები, მატულობს პრეეკლამპსიის სტატუსი, ეკლამპსიის სტატუსი შეიძლება ასევე ხშირად ჰიპერტენზიული ანუ როდესაც მაღალი წნევა, მხედველობასთან დაკავშირებული კიდურების შეშუპება, მერე მთლიანად ორგანიზმის შეშუპება, თითქმის ფუნქცია ირღვევა თავისთავად, დატვირთვა გულსიზრდათა სისტემაზე, ის კი არა ფარული პათოლოგიებიც მანამდე არსებული ორგანიზმში უკვე სწორედ ამ დროს გამოვლინდება ხოლმე, იმიტომ რომ გამოცდა ეს ნამდვილად არა მარტო მშობიარობის დროს, არამედ ორსულობის დროსაც, იმიტომ რომ სწორედ ორსულობის დროს ჩნდება ყველა ის ფარული პათოლოგია, რომელიც მანამდე შესაძლოა არც კი იცოდა ამ ორსულმა. და მიან გინეკოლოგებს უფრო მეტი ფუნქციები გვაქვს ახლა, იმიტომ რომ თუ ადრე ამდენი დაავადება არ იყო ცნობილი და ასე არ ვლინდებოდა, ახლა სასურველია რომ საწყის ეტაპებზე აღმოვაჩინოთ და ხშირად აღმოჩნდება ხოლმე ფარულად მიმდინარე სხვადასხვა პათოლოგიები, რომელიც მანამდე საერთოდ არ იცოდა ორსულმა თუ ეს მას ჰქონდა. ძალიან მნიშვნელოვანია ახლა თქვენი ფრაზები, იმიტომ რომ თქვენ კიდევ ერთხელ დაადასტურეთ, რომ ორსულობა პრაქტიკულად არა მარტო მშობიარობაა გამოსდა, ეს არის კულმინაცია ერთგვარი, მაგრამ თავად ორსულობა ეს არის ის მდგომარეობა, რომელიც ქალის ორგანიზმში უხილავად მიმდინარე პროცესებს პირველად გამოაშკარავებს და თუ ჩვენ არასწორად წარმართეთ ეს მდგომარეობა, მაშინ დამატებითი რისკები იქნება, რომ სწორედ ორსულობაში დაიწყოს ახალი პროცესები და თქვენ წეგან შაქრიანი დიაბეტი ახსენეთ, ინსულინ რეზისტენტობა და მრავალი სხვა მდგომარეობა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ქმნის პრობლემას. მაგრამ მე მინდა დაუბრუნდე ორ თემას. ერთ-ერთი იყო სწორედ წონის კლებასთან დაკავშირებით და თქვენ ბრძანეთ, რომ არის სრული რეალური მდგომარეობა, როდესაც საერთოდ არ იმატებს ქალი, ან აქვს მინიმალური ნამატი წონაში. ეს საყურადღებო მდგომარეობაა ნაყოფის ჯანმრთელობის კონტექსტში თუ დედის ჯანმრთელობის კონტექსტში თუ ორივეს ეხება ეს, ორივე შეიძლება ეხებოდეს ეს მდგომარეობა. კი ბატონო, საინტერესო საკითხია უდაოდ. შედარებით ნაკლებია უფრო მეტად იმატებენ ორსულები, ვიდრე არ იმატებდნენ, ან პირიქით კლებაში მიდიოდეს მათი სტატუსი და პროცესი, მაგრამ ყველა გადახრა ნორმიდან არის უკვე გარკვეული პათოლოგია. ამიტომ ყველა პათოლოგიას წინასწარ უნდა რეგისტრაცია, წინასწარ უნდა შემდგომ გარკვეული ზომების გატარება. ახლა რა ხდება ამ დროს, როდესაც არ მატულობს ქალი წონაში? ასეთ შემთხვევაში ზოგჯერ საწყის იგივე პირველ ტრიმესში აქვს საკმაოდ გახანგრძლივებული და მძიმედ მიმდინარე ეგრეთ წოდებული ტოქსიკოს უძახით ადრე იგივე გესტოზი, იგივე პათოლოგია, ორსულობის თანხლები, პირღებინება. ამას ქვია ორსულთა პირღებინება. პირღებინება, გულისრევის შეგრძნებები, საკვების მიუღებლობა, აუტანლობა, ამიტომ ორსულს უნდა უყურებს იმ საკვებს, მაგრამ ვერ იღებს, იმიტომ რომ ყოველი საკვების მიღების დროს მას აქვს გარკვეული რეაქციები, რითაც ის უკვე ცდილობს საკვები არ მიიღოს. ასევე უნდა ვეცადოთ ასე დროს სითხე, საერთოდ სითხეზეც მინდა აქვე ვთქვა, სითხე არის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ ორსულობის დროს, იმიტომ რომ სითხის მიღება ეს აუცილებელია, ეს არ უნდა დაგავიწყდეთ და საკვების მიღების დროს აქვე ამ რეკომენდაციას ჩავრთავ,
მაქსიმალურად ეცადეთ, რომ პირის ღრუშივე დაიწყოთ საკვების პროცესის დამუშავება, ანუ საკვები მაშინვე არ გადაყლაპოთ. ანუ დაახლოებით 15-20 წუთი მაინც სასურველია, რომ კვების პროცესი გრძელდებოდეს და პირის ღრუში დაიწყოთ საკვების ნორმალური დამუშავება. ეს მოკლედ ჩართვისთვის. ახლა რაც შეეხება ამ მცირე მატებას ან არ მატებას, ერთი როგორც მოგახსენეთ, შეიძლება იყოს პირღებინება, მეორე შესაძლოა იყოს შფოთვები, სტრესები, არიან ქალბატონები, რომელთაც ანუ ფსიქოემოციური მდგომარეობა. ფსიქოემოციური მდგომარეობა უმწვავდებათ, უმძიმდებათ, უამრავი სხვადასხვა საზრუნავი და საფიქრალი აქვს და ეს ყველაფერი თან დაერთობა მის ორსულობას, ეშინიათ ორსულობის, ეშინიათ მშობიარობის და ეს განწყობაც უკვე საკვებისადმი იწვევს არაადეკვატურ მიღებლობას, ანუ საკვების მიღება აღარ სურს. არის სხვა ექსტრაგენიტალური პათოლოგიები, რომლებიც ასეთ შემთხვევაში უნდა ასევე დიაგნოსტირებული იქნეს და გამოირიცხოს, ხომ არ არის სხვა პათოლოგია, ხომ არ არის ფარული, რომელიც გამრავლების სისტემას არ უკავშირდება, მაგრამ სადღაც ორგანიზმში მიმდინარეობს. ფარული ანემია, თუ არის ფარული ანემია, ამან შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული რისკ ფაქტორების განვითარება ორსულობისთვის, არა მარტო ორსულისთვის, არამედ ნაყოფისთვის. რატომ? იმიტომ რომ ნაყოფის გენეტიკური კოდი აღიქვამს იმას, თუ დედა რას იღებს ყოველდღიურად. ნაყოფი ხვდება, უყურეთ რამდენად საინტერესოა. საერთოდ ადამიანის ევოლუციავით, აი 20,000 წლის წინ სულად სხვანაირი იყო ადამიანი. სულად სხვანაირი იყო მისი თავის ტვინი. ზომებშიც ბევრად განსხვავდებოდა. მე როდესაც ადამიანმა აი ამ ევოლუციის პროცესში დაიწყო საკვების მოპოვება, ხორცის მიღება, თავის ტვინი გაიზარდა. შემდეგ ხორცთან ერთად დაიწყო უკვე მცენარეული პროდუქტების დამატება. შემდეგ ტვინმა ისევ დაიწყო შემცირება. თანაც ამავე დროს ჩვენს ორგანიზმს და ქალების ორგანიზმს განსაკუთრებით აქვს უნიკალური კომპიუტერული სისტემა. ეს არის ჰიპოთალამუსი. რას აკეთებს ეს ჰიპოთალამუსი? ჰიპოთალამუსი მაქსიმალურად აღიქვამს, როგორია მის ორგანიზმში ჰორმონალური სტატუსი, როგორია ცხიმის რაოდენობა მთლიანად ქსოვილებში განაწილებული. რამდენად ჭირდება მას მომატება ესტროგენის თუ გესტაგენის, ანუ იმ ჰორმონების, რომელსაც გამოიმუშავებს საკვერცხემ, მაგრამ ის მართავს როგორც დირიჟორი იქიდან. რათა სწორად ააწყოს ორკესტრირებულად მოახდინოს ორგანიზმში მიმდინარე ის რთული ბიოქიმიური ნივთიერებათა ცვლის პროცესები, რომ ყველაფერი იყოს დაბალანსებული. აი ხა ჩვენ სრულზე ვართ ამ სტუდიაში და ვსაუბრობთ, თქვენ უყურებთ ტელევიზორს ან კომპიუტერს ან ნებისმიერი საშუალებით კონტაქტზე ვართ. ამ დროსაც ჩვენს ორგანიზმში მიმდინარეობს ეს პროცესი, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვაცნობიერებთ. ჩვენ ჩვეულებრივ ვაკეთებთ ჩვენ საქმეს, მაგრამ ის ორგანიზმში თვითონ არეგულირებს იმ პროცესებს, რომელიც აუცილებელია ორსულებისთვის, მათი ნივთიერებათა ცვლისთვის. აი სწორედ ამ ევოლუციის პროცესში ქალებს უყურეთ, ახლა თუ ჩვენ ვართ გარემო განათებული, მშვენიერი, გვაქვს გათბობა, გვაქვს კარგი საკვები, უამრავი საკვები. ადრე თუ ქალი დადიოდა და ეძებდა საკვებს, რა ეჭამა? ძველ დროს 20,000 წლის წინ, დღეს უკვე შედიან სუპერმარკეტებში, არ იციან რა იყიდონ იმდენ რამე. ანუ ძალიან დიდი სხვაობაა აი ამ პროცესებში. ანუ დღეს უამრავია საკვები. უამრავი სხვა სახით შეფუთული, მიმზიდველ შეფუთვებში და ეს უფრო იზდავს ქალებს, რომ ბევრი მიიღონ. მაგრამ ასეთ ქალებს კი, რომელთაც არ შეუძლიათ მიიღონ, მათთვის არის უკვე დიდი პრობლემა, იმიტომ რომ მათ შეიძლება განუვითარდეთ ჯერ ისედაც იყოს ფარული ანემია და კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს, შეიძლება იყოს ფარისებრი ჯიგულის პათოლოგიები, შეიძლება იყოს სხვა ენდოკრინული პათოლოგიები, რომელთა დიაგნოსტირება და გამორიცხვა აუცილებელია, რათა ჩვენ სწორად ჩამოყალიბდეთ, როგორ მივაწოდოთ ამ ქალბატონს სწორი ინფორმაცია, ან როგორ ჩავთათ ის დამატებითი სამკურნალო საშუალებები, ან საკვები ნივთიერებები შემავსებლები, იგივე პროტეინები, რითაც შეიძლება შეუსვოთ ეს დეფიციტი. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს რა? ნაყოფის მცირე წონა შედარებით ვადასთან არსებობს როგორც გესტაციური ვადა, ანუ ორსულობის ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან ითვლება გესტაციური ვადა მშობიარობამდე, რამდენიც უნდა იყოს და ყველა ვადას აქვს თავისი ნორმები. რამდენს უნდა იმატებდეს დაუშვათ 3 თვეში, 4 თვეში, 5 თვეში და ასე შემდეგ. თუ ის ჩამორჩება, გარდა ამისა, ვიზიტზე ჩვენ უზომავთ ასევე ქალს, არის ასეთი სხვა მეთოდები, გრავიდოგრამა ქვია, რომელთაც ვსინჯავთ საშვილოსნოს ფუძის სიმაღლეს და ვაფასებ დინამიკას, როგორია საშვილოსნოს მდგომარეობა. ერთი კითხვა უნდა მოვასწროთ, აუცილებლად, რომლითაც მე დავიწყე საუბარი და რომელიც ჩვენი დღევანდელი საუბრის ერთ-ერთი საფუძველიც იყო.
ანუ სასტარტო მდგომარეობაში, ორსულობის დადგომის მომენტში ქალის წონის დეფიციტი და ქალის წონის სიჭარბე. ერთია, როდესაც ორსულობის დროს იცვლება ეს პარამეტრები და ორსულობის დროს ვაფასებთ კრიტიკულად, მაგრამ ორსულობის დადგომის მომენტში ორგანიზმის გადატვირთვა წონით ან პირიქით წონის დეფიციტი, თანამედროვე სილამაზის ინდუსტრია ძალიან სერიოზულ ზეწოლას ახდენს ქალბატონებს და განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალებზე, რომლებიც წონის კორექციისთვის უკიდურეს შეზღუდვას მიმართავენ და მეორე მხრივ არის, რა თქმა უნდა, მეორე უკიდურესი მოძრაობა, ეგრეთ წოდებული body positivity, როდესაც ადამიანები საკუთარი პარამეტრების მიუხედავად, ჭარბი წონით და სიმსუქნის მიუხედავად, ქალბატონები კეთილგანწყობილები არიან თავის მდგომარეობის მიმართ, ამას კრიტიკულად არაფასებენ და აი ასეთი მდგომარეობით შევედით ორსულობაში. ეს არის თუ არა საყურადღებო მდგომარეობა შემდგომი პროცესებისათვის და კვებითი თვალსაზრისით ორივე არის არასაკმარისი ნაკლებობა და ორსულობის წარმართვისთვის არის თუ არა ეს საყურადღებო სტარტი და უნდა გაითვალისწინონ თუ არა ეს ახალგაზრდა გოგონებმა. აი მოკლედ დავასრულოთ ამით. დიახ, თავისთავად ყველაფერი უნდა გაითვალისწინონ, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში კიდე ერთხელ ის ფიზიოლოგიური ნამატი რაც არის, იმ ფიზიოლოგიურ თუ ცდებით ან ერთი მიმართულებით ან მეორე, უკიდურესობით არც ერთი არ არის კარგი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ გარდა იმისა, რაც ჩამოვთვალე მე, რაც იმატებდა, აქვე ჩვენ საშვილოსნოს უნდა დავამატოთ, საშვილოსნოს წონაც დაახლოებით 1 კილოგრამამდე მატულობს ორსულობის დროს, ასევე სარძევი ჯირკვლები, იმიტომ რომ ემზადება ლაქტაციისთვის და ისინიც მატულობს, უბრალოდ რომ ყველაფერი მივამატოთ აი ამ წონაში, რომ იცოდნენ რითი მატულობს ეს ქალბატონი. და დეფიციტი და ჭარბი წონა ორივე არის, რა თქმა უნდა, გარკვეული რისკ ფაქტორი ასეთი ორსულობის. ამიტომ უნდა ვეცადოთ ყოველთვის, რომ მივიყვანოთ ნორმალურ პარადიგმებამდე, რათა ნორმალური ნამატი იყოს. მე ამ შემთხვევაში ვიგულისხმებ, ბატონ გიორგი, ორსულობის დადგომამდე წონის პარამეტრები, ანუ ჭარბი წონა და წონის დეფიციტი ორსულობამდე. ორსულობამდე ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რატომ? იმიტომ რომ თუ ჭარბი წონი, თუ ჭარბი წონა, ამისთვის უნდა იცოდნენ თავისი სხეულის მასის ინდექსის გამოთვლა. რა არის სხეულის მასის ინდექსი ზოგადად? ეს არის როგორია მათთვის ოპტიმალური წონა? მათთვის ოპტიმალური, ეს უნდა დაადგინოთ აუცილებლად. თუ ნორმალურია სხეულის მასის ინდექსი, ეს ერთ რამეს ამბობს, მაგრამ აი როგორც თქვენ ძალიან ქალბატონო მარი, თუ სხეულის მასის ინდექსი მომატებულია, ანუ ეს არის სხეულის მასის დაყოფა სიმაღლის კვადრატზე და ამით მიიღებთ სათანადო მონაცემებს და ნორმებიც აქვს მას ამ ნორმებს ყველგან ამოიკითხავ და გნებავთ მოგახსენებთ, ეს არის 18.9-დან 24.9-მდე მიეკუთვნება ნორმას, 25-დან უკვე არის მატება, ანუ ეს არის მომატებული წონა და 30-ის შემდეგ უკვე სიმსუქნის სხვა ხარისხები და 38-ზე ქვემოთ უკვე ითვლება როგორც დეფიციტი წონის. აი ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, სწორედ ეს შეგიძლიათ ყველას გამოთვალოთ და იცოდეთ თქვენი საწყისი სასტარტო წონა და ვისაც მაღალი აქვს, ისინი სხვა შორის არის უცხოეთში ახლა პროგრამები სპეციალური ორსულთა ფიტნეს კლუბები, სადაც აკეთებენ ორსულები აწარმოებენ სათანადო ვარჯიშებს, ამისთვის არის სპეციალური პროგრამები, თუმცა მარტივად შეგიძლიათ დღეში 20 წუთი რო ისეირნოთ, ყოველი საკვების მიღების შემდეგ, ნუ დაწვევით მაშინვე, ისეირნეთ, იარეთ, იაქტიურეთ, იმიტომ რომ აქტივობას მოაქვს არა ფიზიკური დატვირთვა ძლიერი, თუნდაც იარეთ. 20 წუთის განმავლობაში, ყოველი კვების შემდეგ, ეს არაჩვეულებრივი მარკერი იქნება იმისი, რომ თქვენი წონა არ მოიმატებს და არ იქნება ჭარბი წონა, თუ არ არის სხვა პათოლოგიური პროცესი, თუ არ არის ფარული დიაბეტი, თუ არ არის შაქრიანი დიაბეტი, თუ არ არის გესტაციური დიაბეტი, რომელიც ასევე ძლიერ მნიშვნელოვანია და ესეც ფართო თემაა, თუ როგორ დავადგინოთ ეს პათოლოგიები, ეს ალბათ სხვა გადაცემის პროფილი იქნება უფრო დიაბეტთან დაკავშირებით. ჩვენი გადაცემის მაყურებელმა იცის ეგრეთ წოდებული ორსულთა დიაბეტის შესახებ და მადლობა რომ გაგვახსენეთ. მადლობა დღევანდელ დიახ. ბარემ აი რაც შეეხება წონის კლებას, ამ შემთხვევაში რა რისკებთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ აქ საინტერესოდ იყო დასმული ეს საკითხი, როდესაც მცირე წონის იბადება ახალშობილი და როცა დედა არ მატულობს წონას, მაშინ თავისთავად პირველი ახალშობილი მცირე წონისაა, შეუსაბამოა იმ გესტაციურ ვადასთან. შემდეგ ახალშობილს აქვს მცირე წყლიანობა, აი როგორც გითხარით, სანაყოფო წყლებს დიდი მნიშვნელობა აქვს, ანუ ის უფრო მეტად იღებს ტრამვას ამ შემთხვევაში, აღარ აქვს ისეთი ბუფერი, როგორც უნდა კონდეს. ასევე არის სანაყოფო წყლების შემღვრება, სხვა ინფექციური გართულებების შესაძლოა იყოს, მშობიარობის ნაადრევი დაწყება, სანაყოფო სითხის ადრე დაღვრა, მშობიარობის დროს გართულებები, სამშობლოქმედების სისუსტე, ზოგჯერ შეიძლება საკეისრო კვეთა, აი ხედავთ რამდენი გართულება შეიძლება მიებას აი ამ
წონის არმატებას, ან მცირე წონას, ან წონის კლებას და ამიტომ იქ უნდა ვიპოვოთ რამ გამოიწვია ეს წონის კლება, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია ისევე როგორც მატება. მატების დროსაც ჩამოვთვალოთ რა გართულება შეიძლება იყოს აქაც სამშობლო მოქმედების სისუსტე, ერთ სიბრტყეში თავის დიდხანს დგომა, დიდი ნაყოფი, შობიარობის დროს საკეისროს კვლავ გაზრდილი რისკი, მრავალწყლიანობა შეიძლება განვითარდეს ამ დროს და მაკროსომია, ანუ დიდი ნაყოფი, ანუ ბევრად დიდი ნაყოფი, ვიდრე ეს შეესაბამება ორსულობას და პრეეკლამპსია უკვე ვთქვით, არტერიული წნევის მატება და კიდევ სხვა უამრავი გართულება, რაც შეიძლება მას მოყოს. ასე რომ ფიზიოლოგიურ მდგომარეობას და ნორმის პარამეტრებს არაფერი არ ჯობს. ამიტომ ვიცოდეთ BMI, ვიცოდეთ როგორია სასტარტო წონა და როდესაც დაგეგმავთ ორსულობას, ყოველთვის ეცადეთ ყველა ის პარამეტრი მოიყვანოთ ნორმაში ორსულობამდე. ვიდრე ის რომ გათხოვდა ქალი, არაფერი არ გამოიკვლია, პირდაპირ დაორსულდა და მერე იწყებს ორსულობის დროს კვლევას, ძიებას და შემდეგ მართვას. ეს ბევრად უფრო უარესი სტატუსი, აქაც შეიძლება ყველაფრის მოგვარება. ეგეც არ არის პრობლემა, მაგრამ ჯობია დავიწყოთ სასტარტო ეტაპი იყოს ნორმის ფარგლებში ჩაყენებული პარამეტრებით და მიიღებთ საუკეთესო შედეგს და ყველა იქნება კმაყოფილი. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი დღევანდელი სტუმრობისთვის და რეკომენდაციებისთვის. მაყურებელს შევახსენებთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მე ან გინეკოლოგი ბატონი გიორგი თევდორაშვილი. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებით შუქნიშანი გველოდება. კვებითი შუქნიშანი ყოველთვის ძალიან საპასუხისმგებლო ნაწილია ჩვენი გადაცემის და ყოველთვის არის მაქსიმალურად ორიენტირებული იმაზე, რომ გადაცემაში განხილული თემა, მასთან დაკავშირებული წარმოდგენები შევავსოთ და რაც შეიძლება ბევრი პრაქტიკული რეკომენდაცია მივიღოთ იმასთან დაკავშირებით, როგორ მართოთ კვებით ესა თუ ის პრობლემა, როგორ ავიცილოთ ესა თუ ის პრობლემა. კვებითი შუქნიშანი ორსულებისათვის უკიდურესად საპასუხისმგებლოა. საპასუხისმგებლოა ქალის ჯანმრთელობისათვის, უკიდურესად საპასუხისმგებლოა ნაყოფის და შემდგომში ბავშვის და ზოგადად დედაშვილის ჯანმრთელობისათვის. ამიტომ, რა თქმა უნდა, თეფშის პრინციპი რჩება ძალაში, როდესაც ჩვენ სამ მთავარ გასაღებთან ერთად აუცილებლად ვითვალისწინებთ დღიური რაციონის გეგმაზომიერ გადანაწილებას, სადაც ნახევარი, სულ ცოტა ნახევარი ბოსტნეული და ხილია, ხოლო მეორე ნახევარი ცილოვანი კომპონენტი მარცვლეულ ბურღულეულთან ერთად, მაგრამ ამავე დროს ვითვალისწინებთ იმ განსაკუთრებულ მოთხოვნებს და მოთხოვნილებებს, რომელიც ქალის ამ მდგომარეობას უკავშირდება. მე სიამოვნებით გავიმეორებ არაერთხელ ნათქვამ ფრაზას, რომ ორსულობა არ არის დაავადება. ორსულობა არის განსაკუთრებული მდგომარეობა, ქალის განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელიც უზარმაზარ ყურადღებას მოითხოვს. ყურადღებას ყველასგან, ყველა ადამიანისგან, მათ შორის რასაკვირველია, მეტ პერსონალმა ეს ყოველთვის იცის, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ეს დამოკიდებულება ოჯახის მხრიდან და საზოგადოების მხრიდან. მე არ დავიწყებ ახლა იმაზე საუბარსაც ჩვენმა მაყურებელმა ძალიან კარგად იცის. არაერთხელ მოусმენია ჩვენს გადაცემაში, როგორი უნდა იყოს ფსიქოემოციური გარემო, როგორი ადამიანური ურთიერთობების კლიმატი უნდა ყალიბდებოდეს იმ სივრცეში, სადაც უწევს ყოველდღიური არსებობა ორსულ ქალბატონს. და არც იმაზე მოვყვები, რამდენად მნიშვნელოვანია ყოველი სიტყვა, ყოველი ფრაზა, ყოველი მოვლენა, რაც ქალის გარშემო ხდება, რომელიც აირეკლება არა მარტო ქალის, არამედ ბავშვის ჯანმრთელობაზე. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მომიწევს გაგახსენოთ, რა არის ის აუცილებელი კომპონენტები, რომელიც უზრუნველყოფს ქალის ორსულობას, ნორმალურ წარმართვას, მინიმალურ გართულებებს, რასაკვირველია, გართულებების არქონას და წარმატებულ მშობიარობას. შემდგომ უკვე წარმატებულ ლოგინობას, წარმატებულ ლაქტაციას და ჰარმონიულ ურთიერთობას დედაშვილისა. აი ეს არის ამოცანა ორსულობის სწორად წარმართვისა. მაშინ, როდესაც ცხოვრების წესის ფაქტორების შეფასებისას ჩვენ გვჭირდება, რა თქმა უნდა, დღევანდელი თემიდან გამომდინარე, წონის სტაბილური შენარჩუნება და კონტროლი. არა იმიტომ, რომ ეს სტრესი იყოს ქალბატონისთვის, არა იმიტომ, რომ მომავალი დედისთვის ეს იყოს უკიდურესად დამთრგუნავი და შემზღუდავი გარემოება, არამედ ეს იყოს გარკვეულწილად ხელმისაწვდომი შეფასება მისი მდგომარეობისა, მისი სხეულის პარამეტრების ცვლილებისა, რომელიც უნებურად აისახება მისი და მისი ნაყოფის ფუნქციებზე. რეჟიმი, ანუ დროში გადანაწილება,
ულუფა რაციონი. ჩვენ შევთანხმდით, რომ როდესაც ლაპარაკობთ ცხოვრების წესზე, ეს სამი პრინციპი ეხება ძილსაც, ფიზიკურ აქტივობასაც და კვებასაც. მიუხედავად იმისა, რომ ეს სამი გასაღები მე შერჩეული მაქვს სწორედ კვებისთვის. ამ შემთხვევაში ძილის ფიზიკური აქტივობის მოწესრიგება კვებასთან ერთად ქმნის იმ განსაკუთრებულ ჰარმონიას, რომელიც წონის სტაბილურობის პირობებში, ემოციური სტაბილურობის პირობებში, იმუნიტეტის დაცვის პირობებში, სტრესის მართვის პირობებში ქმნის საოცარ კომბინაციას იმისთვის, რომ ქალმა წონასწორობაში გაატაროს მთელი ორსულობა. რა თქმა უნდა, უცვლელი რჩება ჩვენი რეკომენდაციები, რომელიც წყლის მოხმარებას უკავშირდება, ალკოჰოლის გამოყენებას უკავშირდება და ეს ის შემთხვევაა, როდესაც ძალიან თამამად წითელ ზონაში გადმოვიტან პროდუქტს. რა თქმა უნდა, პროცესირებული პროდუქტების მიმართ, ძალიან ცხიმიანი, ტკბილი, მლაშე პროდუქტების მიმართ, აქაც ფრთხილად მოვიქცევით, რა საკვირველია და გადმოვიტანთ ყვითელ ზონაში, ისევე როგორც ჩვენ როგორც ყოველთვის ვიქცევით, გავითვალისწინებთ მოხმარებული საკვების ულუფასაც, დატვირთვის ულუფასაც, ძილის ულუფასაც რეჟიმთან და მის შინაარსთან ერთად. ეს არის ის ზოგადი პრინციპები, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მაგრამ მე ახლა კიდევ ერთხელ გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება იმას, რაც ჩვენ სტუდიაში არის კვებით შუქნიშნის სახით, მაგრამ სინამდვილეში ეს არის პროდუქტების მრავალფეროვნება, ბოსტნეულისა და ხილის მრავალფეროვნება. ანუ იმ პროდუქტებისა, რომელიც რაციონის ნახევარი სულ ცოტა უნდა იყოს. რა არის დაშიფრული ამ პროდუქტებში? ამ პროდუქტებში არის ანთებისაწინააღმდეგო ნივთიერებები. დაშიფრულია ანტიდამჟანგავები, რაც ორსულებს ყველას ერთნაირად სჭირდება. ამ პროდუქტებში არის მცენარეული ბოჭკო, რომელიც ძალიან სჭირდებათ ქალბატონებს. უკიდურესად მნიშვნელოვანია მათი ჯანმრთელობისათვის და მოგვიანებით კიდევ დაუბრუნდები ამ ფრაზას. მათ სჭირდებათ აუცილებლად ცილის ადეკვატური მოხმარება. მათ სჭირდებათ ცხიმის ადეკვატური მიღება, განსაკუთრებით პოლიუჯერი ცხიმების, ანუ ომეგა-3-ის სახით. მათ სჭირდებათ აუცილებლად იმის გათვალისწინება, რომ ყოველდღიურ რაციონში იყოს D ვიტამინის, A ვიტამინის, C ვიტამინის, E ვიტამინის, B ჯგუფის ვიტამინების შემცველი პროდუქტები. აუცილებლად უნდა იყოს მათ რაციონში თუთია, რკინა, კალციუმი. უნდა იყოს აუცილებლად მაგნიუმი, იოდი, ეს ყველაფერი დედასაც სჭირდება და ეს სჭირდება ნაყოფს ადეკვატური განვითარებისათვის. მაგრამ როგორ შეიძლება ამ ყველაფრის დაკარგვა მიუხედავად საკვები ნივთიერებისა? ანუ შეიძლება მივიღოთ, მაგრამ დავკარგოთ, ვერ შევითვისოთ. ან ორგანიზმში მიმდინარე პროცესების გამო გარკვეული ნივთიერებები წარმოიშვას ისეთი, რომელიც დედის ორგანიზმსაც დააზარალებს და ნაყოფის ორგანიზმსაც. ეს არის ის უხილავი სამყარო, რომელსაც ქვია ჩვენი ნაწლავი და რომელსაც შეუძლია მთლიანად შეცვალოს დედის და შვილის ურთიერთობა, აღარაფერს ვამბობ, მას შეუძლია შეცვალოს დედის ჯანმრთელობა და ნაყოფის ჯანმრთელობა. აი, ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანატომიური ცვლილება, რომელიც გულისხმობს ორსულობის მდგომარეობაში შეცვლილ ანატომიას, ერთმანეთთან ორგანოების მდებარეობას და შეცვლილ ფუნქციას. და მიაქციეთ ყურადღება, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ნაწლავის ჯანმრთელობაზე, ჩვენ გულისხმობთ შეცვლილ მრავალფეროვნებასაც, ბაქტერიების ურთიერთთანაფარდობასაც. ეს ხდება ორსულობის დროს ბევრი ფუნქციის ცვლილების გამო, მათ შორის იმ ჰორმონული ძვრების გამო, რაც ხდება ქალის ორგანიზმში. ამიტომ ნაწლავთან კეთილმეგობრობა და კეთილმეზობლობა ორსული ქალის ჯანმრთელობის ერთ-ერთი საიდუმლოა. ყაბზობის ტენდენცია არის აუცილებლად დასაძლევი. მაგალითად, იმ მცენარეული ბოჭკოს გამოყენებით, რომელიც მე უკვე ვახსენე. სითხის ადეკვატური გამოყენების დამსახურებით, ფიზიკური აქტივობის დამსახურებით, სწორად შერჩეული პროდუქტების დამსახურებით, სადაც ბოსტნეულის და ხილის წილი მაღალია. ყველა ამ კომპონენტის გათვალისწინებით შეგვიძლია მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან ყაბზობა და დავძლიოთ. და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, ყველა ის საიდუმლო, რომელიც ჩვენ ახლა გაგიმხილეთ, სად არის დაშიფრული? რომელ რეცეპტში, რომელ წამალში უნდა ვეძებოთ? გარწმუნებთ, რომ ეს ყველაფერი ისევ ჩვენს თეფშზეა თავმოყრილი. იმ თეფშზე, რომელიც ერთი მხრივ თვითონ არის წონასწორობა სხვადასხვა საკვებ ნივთიერებებს შორის და მეორე მხრივ უზრუნველყოფს
ადამიანის ორგანიზმში და მათ შორის ორსული ქალის ორგანიზმში წონასწორობას, ნაყოფის ორგანიზმში წონასწორობას. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი კვებით შუქნიშანი და ამ სიტყვებით დაგემშვიდობებით მე ჯანმრთელობას და თხერხემლობას გისურვებთ.